დღის განმავლობაში ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში რამდენჯერმე შეიცვალა და დღის ბოლოს $1 ყიდვა 1 ლარად და 95 თეთრად იყო შესაძლებელი. ვალუტის კურსის ცვალებადობამ გავლენა მოახდინა როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქტების ფასებზე. ნახეთ ექსპერტთა პროგნოზი, რამდენხანს გაგრძელდება ინფლაცია. ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. მოსახლეობა სურსათზე ფასების მატებაზე საუბრობს. ლარის ინფლაციამ პრობლემები იმ კრედიტორებსაც შეუქმნა, ვისაც ცეცხლი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. დოლარში მაქვს ცეცხლი გაკეთებული და ამასთან აისახა ახლა მაშინ ლარი და 76 იყო, ახლა 2 ლარი და 5 თეთრია. ანუ $2500 ცეცხლი მაქვს ასე გაკეთებული და რა თქმა უნდა 60 ლარი, 70 ლარი ზედმეტს ვიხდი რა. წუხელ საღამოთი რომ ვიყიდე შაქარი 64 ლარში, დღეს ვიყიდე 70 ლარში. ალბათ საღამოს 95 იქნება. ლარის გაუფასურება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეც აისახა. ბათუმის ცენტრალურ ბაზარში გზის ნაწარმისა და ბოსტნეულის ფასები დაახლოებით 20%-აა გაზრდილი. დღეს მიგრის ფასი არის 24-25 ლარი. მიგრის მარაგი ამ წუთში მომენტისათვის არის ძალიან ცოტა. ფასები არის ახლა 9 ლარი, იმერული ყველი. გუშინ იყო 12 ლარი, სულგუნი დღეს არის 14 ლარი უკვე. ნადუღი გუშინ იყო 3 ლარი, დღეს არის 4 ლარი. ხახვი ძირითადად იმპორტირებულია, შემოდის თურქეთიდან და უკრაინიდან. ამიტომ გამოიწვია ვალუტის კურსის ცვლამ, ფასის დაც გამოიწვია. შესაბამისად. დაახლოებით 10-15 თეთრით მოიმატა ხახვის ფასმა. ჯერჯერობით ისევ ძველ ნიშნულზეა ხორცს პროდუქტების მწვანე და ფქვილისა და ოქროს ფასი. მოთხოვნა კი შემცირებული. ლარში აღებულს ყიდს ლარზე, შესაბამისად დოლარის აღებულს ყიდს დოლარზე. მე ლარ ნახევარი და ღერღილის ფასები 2 ლარი. ეს საშუალო ფასებია. თითქმის მთელი წელიწადი ეს ფასებია. თაღებით ფასმა მოიმატა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვიძვირებია. ფასი დღეს 5 ლარია გაყიდვა ამჟამად. რამდენიმე თეთრით დაიკლო საწვევის ფასმა, რასაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სოფლიო ბაზარს უკავშირებს. სოფლიო ბაზარზე ისე სასამართლო ჯგუფებზე, როგორიც არის ნავთობი, როგორიც არის ხორბალი, შაქარი, ზეთი, მნიშვნელოვანი ფასების კლება. გამოსასვლელ დღეებში ვალუტის კურსის ცვლილებას ეკონომისტები სპეკულაციას უწოდებენ. პაატ აროშიძის თქმით, წლის ბოლოს დოლარის გაძვირება ბიუჯეტის შენარჩუნებას ემსახურება. თუ გავითვალისწინებს იმას, რომ სამხმარებლო კალათაში ძირითადი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციაში ადგენს, მასზე ფასები გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება სამხმარებლო კალათის ღირებულება, მაშინ როცა შემოსავალი იგივე დარჩება. 1 დოლარის ფასი დილის საათებში 2 ლარს აჭარბებდა, საღამოს კი მისმა ღირებულებამ 1.9-მდე დაიწია.